მე ვიმედოვნებ, რომ რამოდენიმე წელიწადში მოდით ათეულს არ გადავაცილოთ სვანეთის მაცხოვრებლები და იქ ჩასული სტუმრები ისეთ გარემოში იცხოვრებენ, რომელსაც აი ახლა გიჩვენენ. Ყველაფერდა მისი თითქოს ჩვეულებრივი წყვილმანები შეუმჩნევლად ხელოვნებისა და თანამედროვე მეცნიერების მოწინავე მიღწევებად იქცევენ და ეს ჩვენ თვალწინ ხდება. ციხესიმაგრეები კლდეებზე, კათოლიკური ეკლესიები მთებზე, კუნძულები ტბებში. ეს ალპებით გარშემორტყმული სლოვენია, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანა, რომელიც მნახველს უამრავი ღირსშესანიშნაობით აკვირვებს. ლეგენდის მიხედვით ბრედის მონასტერში სიძემ პატარძალი 90 საფეხურიან კიბეზე ხელით უნდა აიყვანოს. ამ ეკლესიაში კი თუ სამჯერ ჩამოკრავს არს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აკიხდება. სლოვენია ცნობილია ასეთი უძველესი ლეგენდებით და ისტორიული ძეგლებით, თუმცა 21 საუკუნეში მთავარი ყურადღება ინოვაციებს ეთმობა. Hi, welcome to Gorenje showroom. სლოვენიასა და ევროპაში ყველაზე ორიგინალური დიზაინზე ორიენტირებული კომპანიის შოურუმს გორენიეს დიზაინერი გვათვალიერებინებს. ეს ჩვენი ყველაზე ინოვაციური პროდუქტია. მოდით დავსხდეთ თქვენ სტუმარი ბრძანდებით. თავარი სურპრიზი მაგიდის გულში ინახება. შეგიძლიათ მიხვდეთ რა არის ამ მაგიდაში? არ ვიცი. ეს მაგიდაა. დიახ, გარედან ეს ჩვეულებრივი სასადილო მაგიდაა. შიგნით კი სიურპრიზი გელოდებათ. გორენიეს დიზაინერებმა მაგიდის შუაგულში მაცივარი იმიტომ ჩამონტაჟეს, რომ დიასახლისებს სტუმრის გამასპინძლებისას სამზარეულოში არ მოუწიოთ გასვლა. მოდით გავსინჯოთ ცივია თუ არა შამპანური. თავად რომ დარწმუნდეთ მაცივრის ხარისხში. შამპანური ნამდვილად ცივია. გორენიეს დიზაინერთან ერთად ტექნოლოგიების სამყაროში მოგზაურებას ვაგრძელებთ. გორენიეს ამ კოლექციას კი გორენიას სიმარტივე ჰქვია. სახელის შემთხვევით არ არის შერჩეული. მაგალითისთვის, თუ თქვენ თევზის მომზადებას აპირებთ, არ არის საჭირო ფიქრი, რა ტემპერატურა და რა დრო დაგჭირდებათ კერძის მოსამზადებლად. არჩიეთ თევზის სურათი. კერძით ავტომატურად მომზადდება. გორენიას უკვე მომავლის ტექნოლოგიებით აქვს შექმნილი. ეს რა არის? ეს მაცივარია, სადაც ადვილად შეგიძლია იპოვნოს საკვები. ეს ღუმელია. ეს კი სურათს გავს კედელზე. ტელევიზორს უფრო ჰგავს. არა და ეს ელექტროგაზია თავისი გამწვევით. კომპანია, რომელიც უკვე მომავლის ტექნოლოგიებს ქმნის, 60 წლის წინ პატარა სამჭედლო იყო. 1960 წელს მას სახელი გორენიე დაერქვა და ღუმელებისა და ქურების წარმოებაც დაიწყო. კომპანიის შექმნიდან სულ 1 წელიწადში 200 ქურა უკვე საზღვრებს გარეთ გაიყიდა. დღეს ერთი ღუმელის წარმოებას საშუალოდ 1 საათი სჭირდება. გაინტერესებთ როგორ იწარმოება თითოეული მათგანი? მოდით პროცესს თავიდან გავყვეთ. 0.5 მმ სისქის გრძელი მეტალის ფურცლები შესაბამის ზომებად იჭრება. სპეციალური რობოტების მეშვეობით კი მათი მოდრეკა და შედუღება ხდება. შემდეგ ლითონის მეტალს ღუმელის ფორმას აძლევენ. ჯერ კიდევ ცარიელი ღუმელები სპეციალურ საკიდებზე იყიდება და ცხიმისაგან იწმინდება. შემდეგ მათი შავფერად მომინანქრება ხდება. აწყობის დროს დგება. ღუმელში სათბურებს, განათებებსა და ვენტილაციას ამონტაჟებენ. მნიშვნელოვანი პროცესი იზოლაცია. ის ენერგიის მოხმარებასაც ამცირებს და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტია. გამნაწილებელ დაფას შუშის ან მეტალის საძირკველი აქვს, რომელზეც გადამთველებისათვის ელექტროგაყვანილობას ამაგრებენ. წარმოების ხაზი ავტომატურია, თუმცა მასში ადამიანებიც მონაწილეობენ. ჩვენთან ძირითადად ქალები მუშაობენ. მოდით თქვენც სცადეთ. თქვენ ამბობთ, რომ ქალები უფრო ზუსტები და ჩქარები არიან? დიახ, უფრო ჩქარებიც და ორგანიზებულებიც. ჩემს შემთხვევაში ეს მგონი ასე არ არის. თანამედროვე აპარატურით თითოეული ღუმელის უსაფრთხოების შემოწმება ხდება. შემდეგ მათ აფასოებენ და 70-მდე ქვეყანაში აგზავნიან. ეს პარტია ბათუმში მიდის. საქართველოში გორენიას პროდუქციის ყიდვა მხოლოდ და მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიების ქსელშია შესაძლებელი. გამარჯობა, მე ალექსანდრ ურანცი მქვია. გორენიას მარკეტინგის დირექტორი გახლავართ. მინდა ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევები გაჩვენოთ. შიგნით გეპატიჟებით.
ეს ჩვენი გორენიეს რეტრო მაცივრების კოლექციაა. სულ სხვადასხვა ფერში გვაქვს გადაწყვეტილი. ცისარტყელის სფეროში გადაწყვეტილი მაცივრები წარსულისა და აწყოს სინთეზია. გორენიეში კი მათთვისაა, ვისაც თანამედროვე კლასიკა უყვარს. რეტრო ვინტიჯი ნოსტალგიური რომანტიკოსებისათვის, ფანკი კი დიზაინერებმა მუდმივი ოპტიმისტებისათვის შექმნეს. გორენიეს ეს მაცივარი კი სვაროვსკის კრისტალებითაა გაწყობილი. ის სპეციალური კლიენტებისთვისაა განკუთვნილი. სვაროვსკის თვლებით გაწყობილი მაცივარი გორენიეში ძვირადღირებული ნივთია. 10,000-ობით კრისტალით გაფორმებული მაცივარი ერთ-ერთ აუქციონზე 110,000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. გორენიეს წარმოების 75% სწორედ მაცივრები, სარეცხი მანქანები და სხვა საოჯახო ნივთებია. კომპანიის წარმოების 3% კი სამზარეულოებისა და აბაზანების დიზაინს ეთმობა. არქიტექტორები და დიზაინერები იქვე, გორენიეს შოურუმში, სპეციალურ 3D პროგრამაში თქვენთვის საოცნებო სამზარეულოს თქვენ თვალწინვე შექმნიან. არჩევანი მრავალფეროვანია. ასეთი ტექნოლოგიურად დახვეწილი და ელეგანტური სტილის პროდუქციებით გორენია მსოფლიოში ინოვაციური დიზაინის შემქმნელად და ლიდერად სახელდება.